ბერების ეს საიდუმლო სუნთქვის ტექნიკა ქრონიკული დაღლილობის დროს თვითგანკურნებას ააქტიურებს. თქვენ დაღლილი იღვიძებთ, იძინებთ, კიდევ უფრო გამოფიტული ხართ და ამ დროს უბრალოდ გადარჩებით, სინამდვილეში არ ცხოვრობთ. თქვენ ყავას სვამთ, საკუთარ თავს ეუბნებით, რომ ეს გაივლის. იღებთ ვიტამინებს, ცდილობთ გაჭიმვას ან მედიტაციას. მაგრამ ყოველთვის არის ეს ფარდა, ეს უხილავი ნისლი, რომელიც ენერგიას უმიზეზოდ აცლის. რა მოხდება, თუ არა თქვენი სხეული, არამედ თქვენი სუნთქვაა გატეხილი? რა მოხდება, თუ პასუხი არა აფთიაქებში ან გონებრივ мотиваციაშია, არამედ უძველეს საიდუმლოში, რომელსაც ტიბეტის მთებში ბერები იცავენ? ერთი წუთით მოიცადეთ. სანამ გავაგრძელებთ, ისუნთქეთ, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვეულებრივ აკეთებთ. ნელა ისუნთქეთ ცხვირით, ცნობიერებით, თითქოს ეს სუნთქვა წმინდა იყოს. თქვენ ახლახან გადადგით პირველი ნაბიჯი და აქ იწყება ყველაფერი. ასე რომ გამოიწერეთ ეს არხი, რადგან აქ თქვენ არა მხოლოდ მარტივ რჩევებს იღებთ. თქვენ რაღაცას აღვიძებთ, არავის არასდროს გასწავლიათ თქვენი სამკურნალო ძალა. ახლა ყურადღებით მოусმინეთ. ის, რასაც აღმოაჩენთ, მხოლოდ ვარჯიში არ არის. ეს საიდუმლო წესია, სუნთქვის გზა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ხელახლა დაბადების გზა. ტიბეტელი ბერები ამბობენ, რომ ის, ვინც ნელა სუნთქავს, ისმენს თავის სულს. ის, ვინც თანდასწრებით სუნთქავს, კურნავს თავის შინაგან სამყაროს. საუკუნეების განმავლობაში ისინი აკვირდებოდნენ ბუნებას, შვიდად მძინარე ცხოველებს, ქარისგან რხეულ ხეებს, მუცლიდან ამოსულ ჩვილებს და მიხვდნენ, რომ დაღლილობა არ ანადგურებს სხეულს. ეს შეგნებული სუნთქვის არარსებობაა, რადგან სუნთქვა სულია. როდესაც თქვენი სული არასწორად არის განლაგებული, თქვენი სხეული იშლება. თქვენ ამას გრძნობდით იმ მომენტამდე, როდესაც სახლში ბრუნდებით და იშლება, მიუხედავად იმისა, რომ მარათონი არ გაგირბენიათ ან თავი ბალიშზე დადეთ, მაგრამ თქვენი გული აჩქარებულად ცემს. ეს არის დახვეწილი დისბალანსი, ენერგეტიკული ჭრილობა, რომლის დიაგნოზირება მედიცინას არ შეუძლია, მაგრამ თქვენს სუნთქვას შეუძლია მისი განკურნება. ბერები მას მძინარე დრაკონის სუნთქვას უწოდებენ. ეს არ არის მისტიკური გამოსახულება, ეს არის ფიზიკური რეალობა. თქვენი ხერხემლის ძირში დევს ის, რასაც დრაკონის ენერგიას უწოდებენ, ძლიერი ენერგია, რომელიც ხშირად იბლოკება სტრესით, ტოქსიკური აზრებით და ყოველთვის მაღლა მკერდზე სუნთქვით. ასე რომ, აი, რას გააკეთებთ? დაჯექით, ფეხები მიწაზე დადეთ. მარჯვენა ხელი მუცელზე და მარცხენა გულზე დაიდეთ. თვალები დახუჭეთ და მომდევნო რამდენიმე წამის განმავლობაში უბრალოდ მოусმინეთ სიჩუმეს თითოეულ სუნთქვას შორის. ეს სიჩუმე თქვენი სამკურნალო სივრცეა. როდესაც მას ყოველდღიურად ავითარებთ, თქვენი სხეული იწყებს საკუთარი თავის აღდგენას. გახსოვდეთ ეს. ქრონიკული დაღლილობა ხშირად თქვენი სხეულის ჩუმი ტირილია ახალი სუნთქვისთვის და თქვენ მას ამ სუნთქვას მისცემთ, მაგრამ არა უბრალოდ ნებისმიერ სუნთქვას. ბერის საიდუმლო წესი მარტივია, მაგრამ ის რწმენით და ზუსტად უნდა დაიცვათ. ჩვენ მას მალე შევისწავლით, მაგრამ ჯერ თქვენს სხეულს მიეცით პირობა. თქვით ეს შინაგანად. მე ვირჩევ სუნთქვას განკურნებისთვის. მე ვირჩევ საკუთარ თავთან დაბრუნებას. თუ უკვე გრძნობთ ნას სითბოს, სიმშვიდეს, მუცელში დამკვიდრებას, მზად ხართ. დარჩით ჩემთან, რადგან ის, რაც შემდეგ მოხდება, შეიძლება შეცვალოს თქვენი ცხოვრება. წარმოიდგინეთ ბერი მთებში მაღლა მდებარე ტაძარში, გარშემორტყმული სიჩუმით. არც ტელეფონი, არც ეკრანები, არც ქაოსი, მხოლოდ სუნთქვა. მხოლოდ სიცოცხლე მისი ყველაზე სუფთა სახით. ის არ ცდილობს გარე სამყაროს იძულებით გადმოცემას. ის თავის შინაგან სამყაროში იძირება და ყველაფერი ერთი წესით იწყება. მარტივი წესი, რომელიც თითქმის ყველა თანამედროვე ადამიანს დაავიწყდა. აი, გაიხანგრძლივეთ სუნთქვა მანამ, სანამ ის უხილავი არ გახდება. ძველი ბერები ამბობდნენ, რომ გრძელი, ნელი, ჩუმი სუნთქვა სრულყოფილი ჯანმრთელობის ნიშანია. ამის საპირისპიროდ მოკლე, ხმამაღალი, სწრაფი სუნთქვა მოუსვენარი გონების და დეზორიენტირებული სხეულის სიგნალია. ასე რომ, დღეს თქვენ დაიბრუნებთ იმას, რაც სამყარომ მოგბარათ და თქვენი პირვანდელი სუნთქვისგან. აი, რიტუალი. დახუჯეთ თვალები. ნელა შეისუნთქეთ ცხვირით 4 წამის განმავლობაში. 1, 2, 3, 4. ნელა შეიკავეთ სუნთქვა 4 წამის განმავლობაში. 1, 2, 3, 4, 5, 6. ამოსუნთქვის ბოლოს 2 წამის განმავლობაში цаრიელი დარჩით. მხოლოდ 2 წამი დუმილი. გაიმეორეთ ეს 7 ჯერ. რატომ? 7. რადგან უძველეს სწავლებებში ეს არის სრული განკურნების 7 ციკლის რაოდენობა.
თითოეული ციკლი ჰგავს ტალღას, რომელიც წმენდს თქვენს ნერვულ სისტემას, ამშვიდებს თქვენს გულს და აღადგენს თქვენს სასიცოცხლო ენერგიას. არ გჭირდებათ ამის დაჯერება, უბრალოდ ივარჯიშეთ. თქვენი სხეული დაადასტურებს, რომ ის მუშაობს. როდესაც ამას აკეთებთ ყოველ დილით, თქვენი სხეული გამოგიგზავნით სიგნალებს, მუცელში განტვირთვას, კისერში კანკალს, მკერდში სითბოს. ეს არის ნიშნები იმისა, რომ დრაკონის ენერგია, თქვენში ჩაძინებული ღრმა ძალა, იწყებს გამოღვიძებას და სწორედ მაშინ იწყება თვითგანკურნება. არ გჭირდებათ მთაზე ასვლა ან ბერად აღკვეცა, მაგრამ ყოველდღე უნდა მიაქციოთ თქვენს სუნთქვას ის ყურადღება, რაც მას იმსახურებს. გააკეთეთ ეს 21 დღის განმავლობაში უშეცდომოდ და ნახავთ, რომ თქვენი ძილი გაუმჯობესდება, თქვენი ტკივილები შემსუბუქდება, თქვენი დაღლილობა სტაბილურობაში გადაიზრდება. თქვენ არ გაექცევით თქვენს დღეს, თქვენ მიიღებთ მას. თუ უკვე გრძნობთ ამას, დაწერეთ კომენტარებში. ახლა მე ვირჩევ სუნთქვას, განკურნებას და სხვების შთაგონებას იგივეს გასაკეთებლად. რადგან ამ სამყაროს მეტი გამოღვიძებული სული და ნაკლები, გამოფიტული გონება სჭირდება. გახსოვდეთ, თქვენ არ ხართ გატეხილი. თქვენ უბრალოდ გათიშული ხართ თქვენი წმინდა სუნთქვისგან. ყოველდღიურად ხელახლა დაუკავშირდით და უყურეთ, როგორ რეორგანიზდება თქვენი ცხოვრება თქვენი სიმშვიდის გარშემო. სუნთქვა არ არის მხოლოდ ცხოვრება. ეს არის განკურნების აღდგენა და ხელახლა დაბადება. და ახლა მზად ხართ საბოლოო გამოცხადებისთვის. რიტუალის მეორე ნაწილს ბერები იყენებდნენ ძილის წინ, რადგან სუნთქვა მხოლოდ დღის განმავლობაში არ კურნავს. ის კურნავს ძილშიც კი. ტრადიციულ ბუდისტურ წრეებშიც კი, როდესაც სიჩუმე ჩამოდის და მზე ჰორიზონტს ქვემოთ ჩადის, სამყაროში რაღაც წმინდა იხსნება. ღამე არ არის მხოლოდ ფიზიკური დასვენებისთვის. ეს არის სივრცე, სადაც თქვენს სულს შეუძლია საკუთარი თავის აღდგენა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მას მოიწვევთ. ბერებმა ეს იცოდნენ, ამიტომ ისინი ძილის წინ სპეციალურ სუნთქვას იყენებდნენ. სუნთქვას, რომელიც არ იყო განკუთვნილი ჩაძინებისთვის, არამედ იმის გასათავისუფლებლად, რაც სხეულში დაგროვდა, რადგან ნამდვილი დაღლილობა არ მოდის მხოლოდ კუნთებიდან, ის მოდის იმისგან, რასაც ეჭიდებით. უთქმელი სიტყვები, ჩახშობილი ემოციები, შიშები, თქვენ უკრძალავთ საკუთარ თავს გრძნობას. ბერის ღამის სუნთქვა მარტივი პრინციპით იწყება. თქვენ არ გძინავთ, რომ თავი დააღწიოთ დღის ძილს. მის გარდაქმნისთვის აქ არის რიტუალი, რომელიც შეგიძლიათ შეასრულოთ საწოლში წოლისას. თვალების დახუჭვამდე დაწექით ზურგზე. მარჯვენა ხელი გულზე დაიდეთ, მარცხენა კი მუცლის ქვედა ნაწილზე. 4 წამის განმავლობაში ძალიან ნელა შეისუნთქეთ ცხვირით. შემდეგ 8 წამის განმავლობაში ნელა ამოისუნთქეთ. გააორმაგეთ დრო. რატომ? იმიტომ, რომ ხანგრძლივი ამოსუნთქვა აქტიურებს თქვენს პარასიმპათიკურ სისტემას. ეს ბუნებრივი რეგენერაციის სისტემა ამცირებს არტერიულ წნევას, ამშვიდებს გონებას და ამზადებს თქვენს სხეულს ღრმა ძილისთვის. გაიმეორეთ ეს 9ჯერ. თითოეული ჩასუნთქვის ბოლოს ჩურჩულით წარმოთქვით. გონებაში ვათავისუფლებ იმას, რაც ჩემი არ არის. და თქვენ იგრძნობთ რაღაც უცნაურს, მაგრამ რეალურს. სიმძიმეს, რომელიც მუცლიდან გამოდის, წონას, რომელიც ბალიშში იხსნება. ნაჭერს, რომელიც არა გარედან, არამედ თქვენი გულიდან ამოდის. და ამ მომენტში, ძილის შუალედში, თქვენი სხეული თვითაღდგენის რეჟიმში გადადის. დიახ, თქვენ არ გჭირდებათ მეტი დანამატი. თქვენ უნდა ისუნთქოთ ისე, როგორც თქვენი სხეული წმინდად აღიქვამს. ბერმა თქვა, რომ ღამით სუნთქვა სხეულსა და უხილავს შორის ხიდია და თქვენც შეგიძლიათ ამ ხიდზე გავლა. შეგიძლიათ დაწოლილი გულით და მსუბუქად გაიღვიძოთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეგნებულად სუნთქავთ. ნუ დაიძინებთ ამაღამ ამის გარეშე, თუნდაც დაღლილი იყოთ, რადგან თუ გსურთ, რომ თქვენი სხეული აღდგეს, მას თქვენი დახმარება სჭირდება. თუ ამ პრაქტიკას მიჰყვებით და მას თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქცევთ, არ დაგჭირდებათ თქვენი სხეულისთვის გაგრძელების თხოვნა. ის გააგრძელებს, რადგან ის გამოკვებილი, დაფასებული და გაგებულია. ახლა ნელა ისუნთქეთ ჩემთან ერთად და ამოსუნთქვისას იგრძენით ეს სიმართლე. თქვენ არასდროს ყოფილხართ შორს თქვენი განკურნებისგან. ის ყოველთვის თქვენს სუნთქვაში იყო. იცით, ზოგიერთი ჭეშმარიტება იმდენად მარტივია, რომ გვავიწყდება. მაგალითად, სუნთქვა იყო პირველი აქტი, რომელიც დაბადებისას შეასრულეთ და იქნება უკანასკნელი, სანამ ამ სამყაროს დატოვებთ. და მაინც, ნამდვილად ისუნთქეთ თუ უბრალოდ გადარჩით. სტრესში ხართ, სუნთქვას იკავებთ სამყაროში, რომელიც კითხვის გარეშე მუშაობს. ბერებს არ ჰქონდათ ტექნოლოგია, დანამატები, მანქანები.
მათ მხოლოდ ეს სუნთქვა ჰქონდათ, მაგრამ სუნთქვით პოულობდნენ სიმშვიდეს, სიცხადეს და დღეგრძელობას. დღეს კი ეს სიბრძნე აღარ არის მხოლოდ ტაძრებისთვის განკუთვნილი. ის თქვენს ხელშია. ასე რომ, აირჩიეთ. აირჩიეთ თანდასწრებით სუნთქვა. აირჩიეთ, მისცეთ თქვენს სხეულს ის, რასაც ვერცერთი აბი ან გონებრივი ნებისყოფა ვერ შესთავაზებს საკუთარი თავის აღდგენის სივრცეს. ეს არ არის სასწაული, ეს არის დისციპლინა, ყოველდღიური სირბილე და თუ 21 დღის განმავლობაში ივარჯიშებთ იმაზე, რაც ახლახან ისწავლეთ, აი რა მოხდება. თქვენი ძილი გახდება ღრმა და აღმდგენი. თქვენი ჩუმი ტკივილები გაქრება ახსნა განმარტების გარეშე. თქვენი ენერგია დაბრუნდება, მაგრამ ამჯერად თქვენი სახის შიგნიდან გაბრწყინდება. შენი მზერა შეიცვლება, სხვები იგრძნობენ, რომ რაღაც შეიცვალა შენში და გკითხავენ, რა არის განსხვავებული. და შენ შეგიძლია უპასუხო. საბოლოოდ ვსუნთქავ. თუ ეს ვიდეო შთაგაგონა, დააჭირე მოწონებას, გამოიწერე არხი და გაუზიარე ის საყვარელ ადამიანს, რადგან ცნობიერების ერთ ცვლილებას შეუძლია უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალოს. ახლა კომენტარებში ჩაწერე, ვსუნთქავ განსაკურნებლად. მისი დაწერა განზრახვას რეალობად აქცევს. გახსოვდეს, შენ არ ხარ სუსტი. შენ ძლიერი ხარ. უბრალოდ უნდა განახლდე. ასე რომ, ისუნთქე და მიეცი საშუალება შენს სუნთქვას, რომ სიმშვიდისა და განკურნებისკენ გიხელმძღვანელოს.